დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარია ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, სამიდან ერთი ადამიანი პირდაპირ მოდის იმ მიზნით, რომ პირდაპირ გეუბნება, რომ მე მაქვს სამუშაო ჩემ თვითშეფასებაზე, იმიტომ რომ ბევრჯერ გადავაწყდი ამ პრობლემას ჩემ ცხოვრებაში და დანარჩენი ორივესთან აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რაღაცა პრობლემაა ამ მიმართულებით და აუცილებელია, რომ გამოვასწოროთ, ვიმუშაოთ, აღმოვაჩინოთ. ზოგადად, ასე ვთქვათ, აკადემიურ ნაწილს რომ დავესესხოთ დასაწყისშივე, არ არსებობს როგორც ასეთი დაბალი ან მაღალი თვითშეფასება, ჩვენ კი გამოვიყენებთ დღესაც და ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრდა ძალიან ან მაღალი მაქვს თვითშეფასება, ან დაბალი, ძირითადად დაბალს ვჩივით, ხო, თორე მაღალი ვისაც აქვს, ის ჩვენურად გრძნობს თავს, გარშემოყოფები არიან ცოდვა ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორც წესი, ჩვენ განვიცით ხოლმე, რომ გვაქვს დაბალი თვითშეფასება, მაგრამ მთავარი ამბავი რა არის თვითშეფასებებთან მიმართებაში, რომ მე უნდა გარემოების და ჩემი შესაძლებლობების შესაბამისი მქონდეს თვითშეფასება. აი, ეს არის მთავარი ამოცანა. არც დაბალი უნდა იყოს, არც მაღალი, იმიტომ რომ მაღალი თვითშეფასება ისევე პრობლემაა, ისევე რაღაცა ბევრ ტურბულენტობას მოიცავს თავის თავში და ურთიერთობებში ბევრ სირთულეს, როგორც დაბალი. ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი აი ის, ასე ვთქვათ, სუსტი ადგილები თუ აქილევსის ქუსლი ჩვენს რეალობაში და ჩვენს თვითშეფასებაში, რომელი ფრაზები, ჩვენი ბავშვობის დროინდელი რა გამოცდილებები აყალიბებს ამ თვითშეფასებას, ამაზე ვილაპარაკებთ და ბოლოს რაში გვიშლის და როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარი თავის აღქმა, ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. მე წინა ლექციიდან ალბათ კი მიხვდებოდით, რომ ძალიან მიყვარს ციტატები, განსაკუთრებული ციტატები, რომელზეც შეიძლება მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ, კვირები შეიძლება ვიფიქრო, ერთ რაღაცა საინტერესო ციტატას თუ გადავაწყდები და ჩემი წინა ლექცია დავამთავრეთ ციტატით ის, ვინც მიზეზს პოულობს, რატომ ყოველთვის ყველა როგორს გაუძლებსო, ხო? ეს იყო ასე ვთქვათ სტრესთან მიმართებაში და მართლაც ასეა და დღევანდელი თვითშეფასების ლექცია მინდა გავხსნათ ელეონორა რუზველტის ფრაზით, რომელიც მე მგონი ყველაფერს ამბობს, აი ყველა ფსიქოლოგს რაზეც ულაპარაკია, აი ამ ერთ ფრაზაშია ჩატეული, ვერავინ შეძლებს თავი არასრულფასოვნად გაგრძნობინოთ თქვენი თანხმობის გარეშე. როგორი ზუსტია რა, მართლაც ჩვენ ვაძლევთ უფლებას ადამიანებს ისე გვაგრძნობინოთ თავი, მე როგორც არ მოგწონს. ისეთი რაღაცები გითხრან, მე რომ ჩვენ ძალიან გული გვწყდება და ძალიან განვიცდით ხოლმე ამას, მაგრამ რეალურად რეალობა აი ამაშია და ელეონორა რუზველტი სულაც არ იყო ფსიქოლოგი, მაგრამ გონიერი ქალი იყო და აქედან გამომდინარე, აი ეს არის ის მთავარი რაღაცა, რაზეც ჩვენც ვილაპარაკებთ დღეს. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, რამდენ რამეს წყვეტს ის თუ როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს? ალბათ დიდი ლოდინი არც გჭირდება, რომ ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, რომ რა თქმა უნდა, გადამწყვეტია. გადამწყვეტია აქ და ახლა როგორ მოქმედებ და ვაზროვნებ და გადამწყვეტია მომავალზეც, მომავალი როგორი მექნება, სწორედ ის, თუ როგორ ვაფასებ საკუთარ თავს. და აი წინა ლექციაზე რომ მოვიყვანე ამ ორი კაცუნას მაგალითი, ამითი მინდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც დავიწყოთ. ორი კაცი, ორი ბიჭი, რომლებიც ეძებენ სამსახურს, ორივე დადის გასაუბრებაზე, ორივე მივიდა გასაუბრებაზე სხვადასხვა ადგილას, ერთ და იგივე დღეს, ესე წარმოვიდგინოთ. და ორივეს უთხრეს უარი. პირველი ფიქრობს, რომ აზრი მოსდის, რომ უიღბლო ვარ, იმედგაცრუება ეუფლება და წყვეტს მცდელობას, რომ მომავალში იპოვოს სამსახური. მეორე კი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უიღბლო ვარ, უბრალოდ ჯერ არ მოსულა წარმატება. ამ აზრის შედეგად მას ემოცია ეუფლება мотиваციის, რაღაცეების კიდევ გაკეთების, სურვილი უჩნდება, მოკლედ ერთი სიტყვით ქმედების და საბოლოო ჯამში აგრძელებს მოქმედებას და საქმდება, ხო? აი ეს მაგალითი და ამგვარი მაგალითებიდანაც ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ რასაც ვფიქრობ საკუთარ თავზე, ის როგორც წესი მნიშვნელოვნად პოვებს ასახვას ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მომავალზეც. თუმცა მნიშვნელოვანია გავიაზროთ, როგორ ყალიბდება და როდის ყალიბდება ეს ჩვენი ძვირფასი თვითშეფასება. ძალიან სევდიანია გააზრება იმის, რომ თვითშეფასება თურმე ყალიბდება 0-დან 5, ნუ ცოტა დაგვინდეს და რიგ შემთხვევებში 7 წლამდე ასაკში. აი ის ძირითადი
ბირთვული რწმენა წარმოდგენები იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოდალობით, თქვა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ბირთვულ რწმენა წარმოდგენებს ეძახის, ხო? აი ის ჩემი სიმყარე, ის ბირთვი, რომელიც მე მიყალიბდება საკუთარი თავის შესახებ, არც მეტი არც ნაკლები 7 წლამდე ყალიბდება და მთავრდება. ძალიან ისეთი ამბავია, ხო, რეალურად. თუ მართლა 7 წლამდე ყალიბდება, მაშინ მე რა ვქნათ, ესეთი კითხვაც ისმება. 7 წლამდე ყალიბდება, შესაძლოა, მაგრამ ჩვენ გაცნობიერებით იმისა, თუ სად გვაქვს რაღაცა პატარ-პატარა ხარვეზები, შეგვიძლია რომ გამოვასწოროთ ეს ამბავი ნებისმიერ ასაკში, ასე რომ კარგი ამბავი ამ ყველაფრის ის არის. თუმცა, რატომ ვამბობთ, რომ 7 წლამდე ყალიბდება? იმიტომ რომ, აი, ესეთ მეტაფორა შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ დავრგით მსხლის ხე. ეს მსხალი ვერასდროს ვერ მოისხავს ვაშლს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან გემრიელი, ძალიან ხარისხიანი, ძალიან ჯანმრთელი და დიდი მოსავალი უზრუნველყოთ ამ ჩვენი მსხლის ნაყოფის. შესაბამისად, აი ჩვენ თვით შეფასებაც ესეთია რა, მე 7 წლამდე ასაკში ჩამომდიოს, ასე ვთქვათ, დავთესე რაღაცა, ამ რაღაცაზე კონკრეტული რაღაცა დაშენდება აუცილებლად, მაგრამ ეს დაშენებული როგორი ხარისხის იქნება, ეს ჩვენ ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია რომ გამოვასწოროთ და ნებისმიერ ასაკში ვიზრუნოთ. შესაბამისად, ბავშვობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია აი ეს ორი რაღაცა. თუ გვეძახდნენ რომ შენგან არაფერი გამოვა და შენ ხო ესეთი ზარმაცი ხარ და ზარმაცი და მოხერხებულიც კი არ არის ისეთი კარგი, რაც შეიძლება ხშირად გვესმოდა ხოლმე. versus შენ ვერ შეძლებ, შენ გონიერი ხარ, შენ ჭკვიანი ხარ და ლამაზი ხარ და არაჩვეულებრივი ხარ. აი ეს ორი მოცემულობა ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შემდეგ ჩემს აღქმას გარემოში და რა თქმა უნდა თვითშეფასება ყალიბდება ოჯახში, სკოლაში, იმ გარემოში, რომელშიაც ვარ და აი ამ ყველაფერში დაგროვილი გამოცდილებით და ამ გამოცდილების ინტერპრეტირებით. აი ეს ყველა ერთმანეთთან ურთიერთქმედებს ძალიან აქტიურად და აი ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ჩვენს თვითშეფასებას. ახლა დავიწყოთ პირველი ნაწილით, ყველაზე უფრო მწვავე და ყველაზე უფრო კრიტიკული, იმიტომ რომ აი თვითონ ფსიქოთერაპიასაც რო შევხედოთ, წავალთ, წამოვალთ და ბოლოს მაინც მივადგებით ხოლმე მშობელს, ბოლოს მაინც მივადგებით დედას და ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა სხვათა ძალიან მიყვარს ეს მისი ფრაზა 3 მარტს დაწერა, რომ ისეთი დედა მინდა ვიყო, რომ ჩემი შვილი რომ მივა ფსიქოთერაპევტთან, ჩემი ბრალი არაფერი არ აღმოჩნდესო და აი მართლა ესეა, ხო? ძალიან ბევრი ჭყალებში ბრალეულობა მიდის, რა თქმა უნდა, მშობლებისკენ, თუ როგორ გზრდიდნენ ჩვენ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რამდენიმე სარკე, რომელშიც ავირეკლებით და პირველი სარკე არის მშობელი და პირველი სარკე არის დედა, ну, მეურვე, რომელიც იღებს, ასე ვთქვათ, ჩვენზე პასუხისმგებლობას. და თუ მშობელს ბავშვი უყვარს და უყვარს უპირობოდ, მას აქვს განცდა, რომ მე ვუყვარ ვარ და მე ამ სიყვარულის დამსახურება არ მჭირდება. აი ეს დამსახურება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემდგომ უკვე რო გავიზრდებით და დღესაც აი ამ სლაიდების, ასე ვთქვათ, მიმოცვლასთან ერთად გავიზრდებით ჩვენ და უკვე დასრულობაში რომ შევალთ, აღმოვაჩენთ, რომ აი ეს განცდა, რომ მე უპირობოდ ვუყვარ ვარ ვიღაცას და ვიღაცებს არის ყველაზე მთავარი თვითშეფასებაში და რატომ? იმიტომ რომ სხვა ყველა შემთხვევაში თუ მე დედას ვუყვარ ვარ, იმიტომ რომ კარგი ნიშანს ვიღებ, თუ მე დედას ვუყვარ ვარ, იმიტომ რომ ასე ლექს ვამბობ, როცა კი დამავალებს, თუ მე რაღაცები უნდა ვაკეთო, რომ დედის ყურადღება თუ სიყვარული დავიმსახურო, მე მექმნება განცდა, რომ ზოგადად სიყვარული დამსახურებაზეა და მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიღაცების და ამ შემთხვევაში და რიგ შემთხვევებში პარტნიორების, სასიყვარულო პარტნიორების სიყვარული დავიმსახურო და მე აქ იწყება ის, რაც ხშირად იწყება და გვაწუხებს და რაზეც ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მომდევნო ნაწილში ვისაუბრებ. აქედან გამომდინარე, ისევ რომ დაუბრუნდეთ აი ამ პირველ სარკეს, რომელშიაც ბავშვი იყურება, ეს არის მშობელი, ეს არის დედა და იქ უნდა ავირეკლებოდეთ ესე სწორედ, რომ უპირობოდ ვუყვარდე. შესაბამისად, მშობელი როგორი არის, ეხლა თქვენ აქ თუ მშობლები ხართ, კი დამეთანხმებით ალბათ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფოთვა, რაც ადამიანის ცხოვრებაში მას შემდეგ რაც ხვდებით მშობელი, დგება ეს, რომ რამდენად კარგი მშობელი ვარ, რამდენად იდეალურად ვასრულებ მშობლის როლს. აი გუშინ იყო სწორედ ჩემთან თერაპიაზე მოსული ახალგაზრდა ქალი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი დედაა, მაგრამ აი ამ განცდით იყო მოსული, რომ მე არა ვარ იდეალური დედა. მე ბევრი ვილაპარაკეთ, ეს მეც მეხება ძალიან და მეც ძალიან განვიცდი ხოლმე ყველა ჯერზე ამგვარ პრობლემას და ამგვარი პრობლემით როცა მოდიან და ბოლოს რო ვილაპარაკეთ, აღმოვაჩინეთ და მან აღმოაჩინა პირველ რიგში, რომ სულ არ მოგვეთხოვება ვიყოთ იდეალური, არც ერთ განზომილებაში და არც ერთ პარამეტრში ჩვენ არ მოგვეთხოვება ვიყოთ იდეალური, მთავარი მოგვეთხოვება ჩვენ, რომ უბრალოდ გვიყვარდეს შვილი და ვიყოთ კარგი და ვიყოთ გვერდით. გვერდით ყოფნა რას გულისხმობს ამ შემთხვევაში და მე უკვე ბავშვის თვითშეფასებაზე რა აისახება და რამდენად
არის ესეთი პრინციპი, ამაზეც მოგვიანებით უფრო ცალად ვილაპარაკებთ, ეგრეთ წოდებული scaffolding-ის პრინციპი, ანუ ეგრეთ წოდებული ხარაჩოს პრინციპი, რომ მე როგორც მშობელი უნდა ვიყო ხარაჩო, აი რაღაცნაირი შეყუდება ერთგვარი ბავშვისთვის. თვითონ უნდა იკვლევდეს გზას, თვითონ უნდა ხან ტკიოდეს, ხან უხაროდეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ აი ეს ხარაჩო, რომელიც მას შეუდგება, როგორც კი მას ეს დასჭირდება, მუდამ ხელმისაწვდომია. და აი ეს გვევალება რეალურად ჩვენ როგორც მშობლებს და მეტი არაფერი. აი ეს განსაკუთრებული განცდა, რომ იდეალური არა ვარ, არ უნდა ვიყო, არავინ არ მთხოვს იდეალურობას, ხო? და როგორც გამოს ვაცნობიერებთ, ცოტათი მშვიდდებით კიდეც. მეორე სარკე, რომელშიაც ჩვენ ავირეკლებით და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მასწავლებელი, რომლის თითოეული შეფასებაც ჩვენზე ძალიან კრიტიკულად მოქმედებს, ხო? და ეს არის მაგალითად განმავითარებელი შეფასება, ეხლა ამაზე განათლების სფეროს წარმომადგენლები უფრო დეტალურად საუბრობენ ხოლმე, ვიდრე მე შემიძლია, მაგრამ ნუ აი განმავითარებელი შეფასება რითი განსხვავდება სტანდარტული ჩვენ რომ ჩვეულები ვიყავით სკოლაში შეფასებისგან, ხო? განმავითარებელი შეფასება გვეუბნება რას, რომ შენ კარგად აკეთებ რაღაცას და მოდი აი ესე გააკეთე უფრო უკეთ. რაღაცა სხვა ნაწილი. ეს არის განმავითარებელი შეფასება. ამგვარი შეფასებებით მე განცდა მაქვს, რომ რაღაცები გამომდის და აი ეს ბავშვობის დროინდელი განცდა, რომ მე რაღაცა გამომდის, ამასაც ვნახავთ მოგვიანებით, თვითეფექტურობაში ითარგმნება ეს, როგორი მნიშვნელოვანია აი ეს ნაწილი, რომ აი რაღა კუბიკზე ვდებ და გამომდის. თეთრს და წითელს და მწვანე კუბიკებს უკვე მომდევნო ეტაპზე ვასხვავებ და გამომდის. რაღაცა რომბს განვასხვავებ ოთხკუთხედისგან, არ ვიცი, სამკუთხედისგან და გამომდის და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს განცდაც ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის და მესამე სარკე, რომელშიაც ავირეკლებით, ეს არის უკვე ფართო გაგებით გარემო და ბავშვიც და ჩვენს პრინციპში ყოველთვის ძალიან კარგად გძნობთ, რამდენად არის გარემოსთან ადეკვატური ჩემი ქცევა, რამდენად არის გარემოსთან შესაბამისი ჩემი ქცევა და ესეც თურმე უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს თვითშეფასებაზე. ცოტა რომ მეცნიერება ყოველ შემთხვევაში რამდენიმე თეორია შემოვიტანოთ, ესეც ყოველთვის არის ხოლმე ჩემი მიზეზი, იმიტომ რომ ახლა მე რამდენიც არ ვილაპარაკოთ ჩემზე უკეთ უკვე აქვთ ცხადია დიდ მოაზროვნეებს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული და ამიტომ დღესაც რამდენიმე თეორიას განვიხილავთ. ერთ-ერთი რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის ური ბრონფერბრენერის განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელი, რომელიც აი სწორედ იგივეს ამბობს, ოღონდ უკვე მეცნიერულ დონეზე, რაზეც ვთქვათ, თუნდაც TikTok-ში გველაპარაკებიან ინფლუენსერები, რომ ბავშვი არის ცენტრში, ამ ცენტრის პირველი არეალი, პირველი ეკოსისტემა, ეს არის მიკროსისტემა წოდებული ოჯახი, შემდეგ არის უკვე სკოლა, მეზობლები, ეზო და მერე უკვე თანდათან ფართოვდება. აი ეს ყველა სისტემა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუმცა აი აქაც რატომ მომყავს ეს მაგალითი, ბრონფერბრენერიც ამბობს, რომ თავარი მაინც არის ოჯახი და ოჯახში, ბავშვობაში განცდილი სიყვარული. ამას ეხლა ზრდასრულებს რატომ ვეუბნებით და ჩვენც რატომ ვიაზრებთ ჩვენ თვითონ, ხო? იმიტომ რომ თუ მე გავაცნობიერე, რომ ბავშვობაში აი ეს განცდა მაკლდა ბავშვობაში უპირობო სიყვარულის განცდა, ვთქვათ, ყოველ მკაცრი მშობლები, ავტორიტარული და თუგნებად მე აღზრდის სტილებზეც ვილაპარაკობთ, ავტორიტარული მშობლები მყავდნენ, რომლებიც უბრალოდ წესებს აწესებდნენ და რატომ სიტყვა კითხვა რომ დამესვა, როგორც წესი პასუხი არ მქონდა, ხო? აი ამ მოცემულობაში ცხოვრება გაუცნობიერებლად უფრო რთულია, ვიდრე მე რაღაცა ასაკში გავაცნობიერო, რომ ესე იყო და მე რო დღეს რაღაცეები მაწუხებს, არის აი ამის ბრალი, რომ ბავშვობაში მე რაღაცეები დამაკლდა, იმიტომ რომ აი ეს ამ გაცნობიერებას მოაქვს გარკვეული ამოსუნთქვა და გარკვეული სიმშვიდე, იმიტომ რომ რაღაცეებს მე უკვე სახელებსაც ვარქმევ და უფრო მარტივია, ხო? აი ამიტომ უნდა ვიცოდეთ ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ ასაკში ვთქვათ, აი ბავშვობის დროინდელ თავისებურებებში ჩაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ური ბრონფერბრენერის სრულიად ზღაპრული ფრაზა მე ძალიან მიყვარს და ხშირად მომყავს ხოლმე ასე ვთქვათ ლექციებზე every child needs at least one adult who is irrationally crazy about him or her, რაც ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს სჭირდება მინიმუმ ერთი ზრდასრული გვერდით, რომელსაც ის სიგიჟემდე უყვარს და ეს სიყვარული ირაციონალურია. ცოტა რომ განვაზოგადოთ, ცოტა და მეტიც ვთქვათ, მე მგონი ზრდასრულებიც აქ ვართ, ხო? სადღაც ჩვენს გვჭირდება გვერდით ადამიანები, რომლებსაც ესე ირაციონალურად უბრალოდ ვუყვარვართ და დამთავრდა. და აი ეს განცდა შემდგომ ვნახავთ, თუ არა გვაქვს და თუ არავინ გვყავს, როგორ ვლინდება და რაში ვლინდება ჩვენში და როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება და ამაზე მუშაობა.
შესაბამისად, ახლა მინდა რომ ერთი გავიგეთ ესე იგი რომ მშობლები, გარემო და სკოლა ახდენს ძალიან დიდ გავლენას ჩვენს თვითშეფასებაზე და აი ესეთი სავარჯიშო მინდა უცებ გავაკეთოთ. თქვენ თვითონ მანდვე რომ ჩაინიშნოთ, ეს ასე ვთქვათ, ამ სავარჯიშოების კრებულს მე სახლში გატანთ, თუ ვთქვათ მოგეწონებათ ეს ამბავი, რომ სახლშიც ივარჯიშოთ და გამოკვეთოთ, ვთქვათ, ის რაღაცეები, რამაც საბოლოო ჯამში ფორმირება მოახდინა თქვენი თვითშეფასების. აი ესეთი სამი ფრაზა ჩემზე, ერთ-ერთი დავალება, ერთ-ერთი სავარჯიშო არის ასეთი, მოძებნეთ და აბა ჩამოვწეროთ რაღაცა 5 წუთი დავუთმოთ ამ ამბავს. ფრაზა, რომელიც ხშირად მესმოდა ჩემს შესახებ ოჯახში, ფრაზა, რომელიც ხშირად მესმოდა ჩემს შესახებ მასწავლებლებისგან და მესამე ფრაზა, რას ვეუბნებოდი მე საკუთარ თავს. თუ გექნებათ ასე ვთქვათ სურვილი და მუზა და ეს ყველაფერი შეავსეთ, თუ არა და რომელიმე დაწერეთ, თუ არა და სახლში შეავსეთ, მაგრამ აი ამაზე მინდა დღეს რომ ყოველ შემთხვევაში ვიფიქროთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მერე ვხედავთ ასე ვთქვათ, რა შედეგზე გავდივართ, როცა აი ამ ფრაზებს ვიაზრებთ, სად იჩინა თავი ამგვარმა ფრაზამ. ეხლა მე გავჩუმდები და 27, 30-მდე, მოდი აი 3 წუთს მოგცემთ და მე კიდე დავამატოთ, თუ საჭირო გახდა. კაი, თან გავაგრძელოთ, ხო? მე მაგალითად ჩემ ოჯახში, ჩემ მაგალითად რომ დავიწყო ასე ვთქვათ ამის გაანალიზება, მთელი ბავშვობა მესმოდა ხოლმე რომ ნატა არის მშვიდობის მტრედი. აი ყველა ესე ამბობდა ბავშვობაში და მართლაც ესე გავიზარდე, რომ ხო, მე უნდა ყოფილიყავი მშვიდობის მტრედი და ისეთ გარემოებებში, სადაც არ უნდა ყოფილიყავი ცალსახად მშვიდობის მტრედი, იქაც ვირგებდი აი ამ როლს, ასე ვთქვათ, რომ მე ვიყავი სიმშვიდის, მე ვიყავი რაღაცა მორიგების და მოგვარებაზე ორიენტირებული ადამიანი. აი ესეთ ფრაზებს გულისხმობ, რომლებიც აი ჩვენი მისამართით, ხო, ჩემ ოჯახს კიდე ის ჰქონდა, რომ ყველა იყო ძალიან ისეთ ბობოქარი ტემპერამენტის და ალბათ ეს მართლაც ესე იყო ბავშვობაში ჩემთვის რაღაცა გადარჩენის თუ შეგუების თუ გარემოსთან ადაპტაციის ერთადერთი ყველაზე ისეთი ხერხი იყო რომ მე საკუთარ თავზე ამეღო აი ეს ფუნქცია ასე ვთქვათ რომ მე რაღაცა ვანეიტრალებ აი ამ ტემპერამენტს სხვადასხვანაირს ოჯახში და ამის შემდეგ მართლაც დამაპროგრამა აი ამ ფრაზამ როგორც წესი და ასე შემდეგ ხო ახლა რომ წავიდეთ სიღრმეებში მასწავლებლების მხრიდანაც ახლა მე მყავდა ვთქვათ ქართულის მასწავლებელი ორი არაჩვეულებრივი რომლებიც უმეონებოდნენ რომ შენგანო კარგი რაღაცა ქართულის მცოდნე გამოვაო და მართლა ამ განცდით გავიზარდე რომ აი წერა კარგად გამომივიდოდა და კი გამომადგა ცხოვრებაში განსხვავებით ვთქვათ ტექნიკური საგნებისგან რომელშიაც აი პირდაპირ მახსოვს ის ფრაზები რასაც ვთქვათ აი ფიზიკის მასწავლებლისგან ვიგებდი ხოლმე ჭარბად და ამან იმდენად დამაპროგრამა რომ აი დღესაც კი როცა რომ აი არა მარტო ფიზიკა არ გამოგივაო საერთო ტექნიკური საგნები შენი საქმე არ არისო მეუბნებოდა და დღესაც კი როცა აი სადღაც რიგში ვდგავარ სურსათის და ვიხდი იქაც კი ნერვიულობ რომ ეხა მე უნდა ხურდა დამიბრუნონ და ეს ხურდა რამდენია წინასწარ უნდა დავითვალო და ვერ ვითვლი და მოკლედ არა ამ განცდებში აი ამ დონეზე გვაპროგრამებს ბავშვობის დროინდელი შტაბეჭდილებები ხო არ გაქვთ სურვილი რომელიმეს რომ გამიზიაროთ თქვათ რომელიმე ფრაზა თუ გავაგრძელოთ და მერე დავუბრუნდეთ ხო მე ცოტა შემშეთქვა ცოტა ვიქით ანუ ძალიან მაგარავიდან ცოტა კითხვა ქართულათაც და რუსულათაც რაც გაზეთებს ვიტყვი რა და სკოლაში უკვე რომ მივედი პირველ კლასში ეს დამატებითი კლასში ვერ ვეღარ კარგად კითხულობს შენ არ გინდა რომ ვიცი და ამან მე ძალიან გამაზარდაცა გაგაზარმაცად ხო იმიტომ რომ მაღალ კლასებში რომ აი ეს ის ბავშვია რომელმაც კარგად იცოდა კითხვა და კარგად წერა ცოტა ანუ ერთი მსხვილი შეიძლება კარგი ზეგავლენა მოახდინა რაღაც ეტაპზე მაგრამ მე ნამდვილად გამაზარდაცა ხო, თუმცა აი თქვენს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენი თვითშეფასების დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, შედგება იმით, რომ ლევანმა იცის წერაც კითხვაც და კითხვა უყვარს და წიგნებს ეცნობა და რაღაცა ახალსაც იგებს და ინტერესიანი ადამიანია. ყოველთვის ვარ რაღაცას ჩართული. არ მერიდება, ანუ რაღაცა დიალოგში ჩართვა, ან რაღაცას კითხვა, ან ვიღაცასთან კომუნიკაციის პრობლემა. ხო, აი თავდაჯერება მოიტანა, შესაძლოა აი ამან. ხო? კი. კი. სამსახური არასდროს არ მიჩნდა წერა რომ თქვით გასაუბრებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ სამსახურში რომ უნდა ავეყვანე, გასაუბრება კარგად ჩაიარა, დარწმუნებული ვიყავი რომ ამიყვანეს და არ მირეკავი. და მე გავარკვიე რომ არავინ არ აუყვანიათ და ამდენიდან მივადექი და მითხარი რომ აბა მეთქი გახდება. და მეორე დღეს და აგიყვანეს, ხო? აი ეს არის, ხო? ანუ აი რაღაცებში მე ვლინდება და რეალურად მართლა ძალიან თვალსაჩინოა, რომ აი შესაძლოა ბავშვობაში რომ ესეთი ყოჩაღი ვიყავი მე, ეს მაქვს ასე ვთქვათ, ჩემი ღერძი ეს არის, რომ ყოჩაღი ვარ ზოგადად და რაღაცებს მე ამ მიმართულებით ვანვითარებ.
ხო, თუნდაც. ეს კარგი მაგალითი, ჩვენ ცხოვრებაშიც ეს ეხა მესევდიანი მაგალითები მოვიყვანეთ ჩემს შესახებ, მაგრამ იყო პოზიტიური მაგალითებიც, რომ აი რაღაცები თავის დროზე ისე დავაგდა ჩემს თვითშეფასებაში, ბავშვობაში, რამაც მერე ძალიან დიდი კვალი დატოვა, პოზიტიური კვალი, ხო? თუმცა ჩვენ ძირითადად უფრო მეტად ნეგატიურ კვალს ვეძებთ ხოლმე ჩვენს თვითშეფასებაში, რაც ყველას გვაქვს და აი ახლა სწორედ მინდა ლაპარაკი იმაზე, თუ რაში ვლინდება ჩვენი, ასე ვთქვათ, არაადეკვატური, გარემოსთან შეუსაბამო თვითშეფასება. ერთი არის ასეთი და ეს ძალიან პოპულარულია ახლა, როცა სხვისი გულის მოგებაზე ორიენტირებული ადამიანები ხვდებით. People pleasers, რასაც ეძახიან, ხო? და ეს გაცილებით მეტს გულისხმობს, როცა ვიდრე, ვთქვათ, უბრალოდ კეთილგანწყობის მოპოვება ადამიანების მხრიდან, ხო? ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ის სხვის ინტერესებზე წინ, მაგალითად, უბრალოდ სხვის ინტერესს უფრო წინ ვაყენებთ, ვიდრე საკუთარ სურვილებს და საკუთარ ინტერესებს. და ასეთი ადამიანები ძალიან იტანჯებიან აი ამით, რომ არიან, ასე ვთქვათ, people pleaserები, people pleasing არის მათთვის ნომერ პირველი ამოცანა. რამდენიმე რაღაცა უდევს ამას საფუძვლად. აი სწორედ სხვისი გულის მოგებაზე ორიენტირებულობას ხშირად აბრალებენ იმ მშობლებს, რომლებმაც სწორედ უპირობო სიყვარული არაჩვენეს ბავშვებს. სიყვარულს დამსახურება უნდა და სწორედ აი აქ ვლინდება ხოლმე მე რაღაც ასაკში რომ მე მინდა რომ ყველას ვასიამოვნო და რამდენიმე მიზეზი აქვს ამას. პირველი მიზეზი არის ხოლმე რომ მე მიტოვების შიში მიჩნდება და ეს მიტოვების შიში არის ძალიან ესეთი ტკივნეული მონოფობიადაც კი უკვე არის წოდებული რომ მე მაქვს მიტოვების შიში, რომელიც ისევ საფუძველს იღებს ბავშვობაში. ბავშვობაში მე თუ მაქვს განცდილი დანაკარგი ის მიტოვების გამოცდილება თუ მაქვს, ძალიან დიდი შანსია რომ მე უკვე ზრდასრულობაში გამიჩნდეს აი ეს მიტოვების შიში, რაც ნუ განსაკუთრებით მძიმეა სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში. როგორც წესი ვითარდება მშობელთან, ან ვინმე ასე ვთქვათ, ბავშვობის დროინდელ ძვირფას მნიშვნელოვან ადამიანთან არამდგრადი, არასწორი ემოციური კავშირის შედეგად და ყველგანს, რასაც სადაც არ უნდა წავიკითხოთ, აღმოაჩენთ, რომ მიტოვების შიშის დროს საქმე გვაქვს ასეთ აი დაბალ თვითშეფასებასთან. მიტოვების შიში არის ის საძირკველი, რომელიც ჩვენ ვთქვათ, ძალიან გვიაშკარავებს, რომ თვითშეფასებასთან მაქვს პრობლემა და ამ მიმართულებით არის სამუშაო. მიტოვების შიშთან არის კავშირში უარის თქმის პრობლემა. როცა აი არა სიტყვა, აი ესეთ მიკითხავს ხოლმე, რომ რაღაცა მოდიან და პრობლემებს ყვებიან, ვთქვათ, ან მეც გქონია ასეთი შემთხვევა, რომელიმე ვთქვათ ურთიერთობაში, რომ ძალიან რა შესული ამ ურთიერთობაში, ყველაფერს ვაკეთებ მისთვის და უცებ რომ გავჩერდე და საკუთარ თავს ვკითხო, ან იმ ადამიანს ვკითხოთ, რომელიც წუხს ამასთან დაკავშირებით, ბოლოს არა, როდის თქვი. არის ხოლმე რამდენიმე წამიანი პაუზა, რომ არ მახსოვს ბოლოს არა, როდის თქვი. აი არას თქმა თუ მიჭირს, ესე იგი აქაც არის პრობლემა თვითშეფასების და აქაც სამუშაოა ჩემს თვითშეფასებაზე. როგორ უნდა ვიმუშაოთ? უნდა გავაცნობიეროთ პირველი, რომ აი როცა ვამბობ არას, მაშინ როცა მინდა, როცა ვამბობ დიახ, მაშინ როცა მინდა თქვა ძალსახანა არა, რა დგას ამის უკან? მინდა რომ ასიამოვნო, მინდა რომ კონფლიქტი ავირიდო, მინდა რომ მას მოვწონდე, თუ ზოგადად მინდა რომ ყველას მოვწონდე, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში? უნდა გავაცნობიერო და ყოველთვის ვიფიქრო, რომ ჩემი დიახ, რამდენად არის ჩემს სურვილებთან თანხმდრაში. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ უარის თქმა გვიჭირს, ეს არის რომ ჩვენს პრიორიტეტებში უნდა ვიყოთ ძალიან განკურნულები. ყველაფრის შესრულებას ვერ შევძლებთ, ყველას, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობის მოპოვებას ვერასდროს ვერ შევძლებთ და ეს უნდა ვიცოდეთ. და ეს უნდა გავაცნობიეროთ. ყველას მოსაწონი ვერასდროს ვერ ვიქნებ. ამიტომ უნდა ვიცოდე, აი ეს დიახ, მე რა მიჯდება, რა რესურსი, ემოციური რესურსი მიჯდება, რომ ჩემ მეგობარს, პარტნიორს მეუღლეს თუ დედას თუ მამას ვეუბნების სისტემატურად დიახ, მაშინ როცა მინდა უთხრა რომ არა და მივხვდე რომ აი ეს რესურსი რამდენად მაქვს მე რომ ეს დიახ თქვა და მესამე როცა რაღაცას ვთხოვენ, უბრალოდ რომ უნდა მოვითხოვოთ. და უნდა ვთქვათ რომ მოდი მე გეტყვი ამას ცოტა ხანში და ეს ცოტა ხანი ძალიან გვეხმარება იმაში რომ პირველი არის ჩვენი სურვილი რაც არის ხო, იქნება მართლა ბავშვობის დროინდელი ტრავმები, თვითშეფასება თუ სხვა რაღაცა ფაქტორი, რაც მე მიბიძგებს იქითკენ რომ დავეთანხმო და კი ვუთხრა მაშინ როცა ჩემ ინტერესებს ეს სრულად არის საერთოდაც არის სადაგება, ცოტა დროს როცა მოვითხოვ ეს ძალიან მეხმარება. შემდეგი რაც არის, როცა მე თვითშეფასებასთან მაქვს პრობლემა, ეს არის კრიტიკის ადეკვატურად მიღება ძალიან მიჭირს. ძალიან ვერიდები კრიტიკას, როცა ვერიდები, რეალურად მე მაქვს იმის წინაპირობა, რომ საერთოდ არც არ გავაკეთებ, ოღონდ არ გამაკრიტიკო, ან ოღონდ ეს კრიტიკა არ მოვიდეს ჩემამდე.
აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხადია ის კრიტიკა მივიღოთ, რომელი კრიტიკაც ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში კრიტიკის ასხლეტვის უნარი გამოვიმუშავოთ. მე უნდა ვიცოდე ძალიან ცხადად ჩემს ირგვლივ ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია. და დანარჩენი საზოგადოების აზრით ჩემს არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ასე უბრალოდ ვერ ვიცხოვრობ. ასე ჩვენ ვერ ცხოვრობთ და მე მინახავს, აი თქვა სოციალურ ქსელში რომ რაღაცას დაადებ და ვიღაცები ვიწონებენ და ვიღაცები ძალიან გაკრიტიკებენ, არის ადამიანები რომ ძალიან ღელავენ აი ამ ვიღაცების კრიტიკაზე. და ეს ვიღაცა ხო ჩვენ არ ვიცით რა ღირებულების მატარებელია, რა მწამსის, რა უცხოურია, როგორ მოწონს თუ არ მოწონს გარემო. ამიტომ ყველასთვის ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ვერასდროს თუ რაღაცის კეთება გვინდა. ამიტომ უნდა გყავდეთ ცხოვრებაში რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან ასე ვთქვათ reality check-ი რა ჩვენთვის, რომ აი ის ადამიანი, ვიცი, მეგობარი, რომელიც თან ცოტა გამოსო ეძახეთ ხოლმე რომ მე კახელი ვარ და კახელურად ძალიან ისე მიყვარს პირდაპირ თქმა, ან აი რაღაცა ხო ყავს ყველას ესეთი ადამიანი. რეალურად ის იმიტომ კი არა ამბობს ასე პირდაპირ რომ კახელი არამედ პირიქით ისა და ამბობს იმიტომ რომ ჩვენ ვედარდებით ასე ვთქვათ, ერთ ღირებულებებზე ვდგავართ, ვიცი და ამიტომ მისი აზრი ჩემს შესახებ, ჩემი ქცევის შესახებ თუ ჩემი რაღაცა აზრის თუ ღირებულებების შესახებ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამიტომ თქვენ მას უნდა მოусმინოთ. აი ეს რამდენიმე ადამიანი უნდა გამოუკვეთოთ, ფიქრით, განსჯით და სრულიად შეგნებულად და დანარჩენების კრიტიკას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ადამიანის გონება არის ორიენტირებული განსაკუთრებით ქართული ახლა ამის ჩემი ახსნა არ ჭირდება, ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ხო? ოღონდ ვინმეს ფეხი წაუწდეს სადმე და გადათელავენ და აღარც ახსოვთ არაფერი თუ კი რამე კარგი გაუკეთებია მას და აი ამან ჩვენ რო არ დავაზარალოს, აი ამ კრიტიკამ რო არ დავაზარალოს, უნდა ვიცოდეთ ის ადამიანები, ვისი აზრით გვეძებდება და დანარჩენს არ მოვაქციოთ ყურადღება და რატომ? ჩვენ კი ვამბობთ, რომ თვითშეფასება ბავშვობაში ფორმირდება და არის რაღაცა ღერძი ბავშვობაში ყალიბდება, მაგრამ ყოველთვის არის სივრცე იმისთვის, რომ ეს ჩემი თვითშეფასება კიდევ უფრო დაზიანდეს ნებისმიერ ასაკში. იმიტომ რომ ეს ყოველთვის არ არის რაღაცა ესეთი მყარი კონსტრუქციის, ხო, ძალიან ამორფულია და აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის უნდა ვიყო ძალიან ყოჩაღად, რომ არ დამაზარალოს აი ამ გარედან მოსულმა სრულიად არაადეკვატურმა შეფასებებმა. ერთი კიდე რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ეს არის რომ შეცდომის დაშვების, როცა გვაქვს თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები, გვეშინია ძალიან შეცდომის დაშვების. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეცდომები ავირიდოთ თავიდან. როგორც სტრესზე ვთქვით მაშინ, რომ სტრესი გვანვითარებს, ასევე და კიდევ უფრო სწორედ ჩვენივე შეცდომები გვანვითარებს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეცდომას, როგორც გამოწვევას, როგორც უაღრესი ზრდის წინაპირობას ისე შევხედოთ და არასდროს არ შეგვეშინდეს ჩვენი შეცდომების დაშვების. იდეალური არავინ არ არის, ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენც არ მოგვეთხოვე, რატო ვთხოვ საკუთარ თავს ვიყო იდეალური, ხშირ შემთხვევებში არ ვიცი. მაგრამ აი ეს რაღაცა ტოლვა გვაქვს ჩვენ, რომ კრიტიკული იყოს ჩვენი გონება, ჩვენი სუპერეგო, ვთქვათ, ფსიქოანალიზიდან თუ მოვიშველი აქვს და ჩვენი სუპერეგო სულ მუშაობს და სულ თითს გვიქნევს და გვეუბნება, რომ აი ეს ისე უნდა გააკეთო, ეს ისე უნდა გააკეთო და ამიტომ ჩვენ შეიძლება რომ მართლაც გვეშინოდეს შეცდომების დაშვების. ერთადერთი რაც განგვავითარებს რეალურად ცხოვრებაში, ეს არის სწორედ შეცდომა და მე აი ეს იმიტომ რომ შეცდომა გამოცდილებაა და ანა კორძაია სამადაშვილის ეს ფრაზა მიყვარს ძალიან, რომ გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას აღარ იზამ, გამოცდილება არის ის, რომ იცი ამასაც გადაიტან და ჩვენ სწორედ აი ეს ამას გვაძლევს ჩვენი შეცდომები, რომ რაღაცების გადატანის და რაღაცების გაძლების ძალიან კარგი საშუალებაა შეცდომა და ეს ხვის შეცდომებზე რატომ ვერ ვსწავლობთ და არც უნდა ვისწავლოთ. შეცდომები ჩემი უნდა იყოს, ჩემი ძალიან ორგანული უნდა იყოს და მხოლოდ მე შევძლებ რაღაცეებზე ამ შეცდომის როგორც გამოცდილების ისე მიღებას და რაღაცეების უფრო მარტივად გაანალიზებას. კიდევ ერთი სავარჯიშო და თუ გნებავთ ეს სახლში გავაკეთოთ, ხო, თუ გნებავთ აქ, თუ გნებავთ ეხლა უბრალოდ წავიკითხავთ და მე მივუბრუნდეთ, ეს არის სამი შეცდომა ჩემი ცხოვრებიდან, რაც შეგიძლიათ ხო სახლში შევავსოთ, იმიტომ რომ ბოლოში კიდევ ერთი სავარჯიშო გვაქვს გასაკეთებელი. ეს სამი შეცდომა ჩემი ცხოვრებიდან რას ნიშნავს, რომ მე შეცდომების არ მეშინია, მე არ დავწერ ახლა ფურცელზე, ჩემ ყველაზე მწვავე შეცდომებს, ან ნაკლებად მწვავეს, მაგრამ იმას, რასაც ვთქვათ, სუპერწმული
დავწერ, მე შევხედავ, ეს ჩემი შეცდომაა და მე ვიწყებ ფიქს იმაზე, რა ვისწავლე ამ შეცდომიდან, შევშვიდი თუ არა რაიმეს ამ გამოცდილებაში და რას ვეტყოდი საკუთარ თავს, როგორ გავამხნევებდი. და აი ამგვარი მიდგომა ჩემი შეცდომების მიღებაში მეხმარება, იმიტომ რომ ჩემი შეცდომაც ხო ჩემი ბიოგრაფია. როგორც კი მე ვიწყებ ჩემი ბიოგრაფიის გადაწერას, მაშინვე მეწყება გარკვეული დისონანსი საკუთარ თავთან, იმიტომ რომ თუ კი რამესთან უნდა ვიყო ორგანულად, კარგ, მჭიდროდ ჩახუტებული, ეს ჩემი ცხოვრება, ჩემი წარსული და ჩემი ბიოგრაფიაა, ხო? და ამ ჩემი ბიოგრაფიიდან რაღაცებს რო ჩქმალავ და რაღაცებს თვალს არ მოსწორებ, ისევ და ისევ დათო სამსახურს ვუწევ საკუთარ თავს. ამიტომ შეცდომების აღიარება, ხო, მე შეცდომით გავუშვი, ოღონდ ისე კი არ ვაღიარებ, რომ მე თან გამართლებას ვუძებდი საკუთარ თავს. არა, აი, ტოტალური შეცდომა იყო, მაგრამ ეს იყო გამოცდილება. აი, სადაც მივუდგებით მე, ჩვენ ბიოგრაფიის მიმღებლობაც გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვისწავლოთ პირადი სივრცის დაცვა, ისევ აი ამ გარე შეფასებებისგან, რომ ჩემი სივრცე იყოს ჩემი და შესაბამისად კიდევ ერთი რამ შემოდის პირადი სივრცის დაცვაში და ეს პირადი სივრცის დაცვა გულისხმობს იმას, რომ მე უნდა დავისახო ყოველთვის მიზანი, მე უნდა მქონდეს მიზნები ცხოვრებაში, მაგრამ ეს მიზანი უნდა იყოს ჩემი. მხოლოდ მაშინ მოდის თვითეფექტურობა და ეხლა მეორე ნაწილში სწორედ თვითეფექტურობაზე გადავალთ, რას ნიშნავს თვითეფექტურობის განცდა და როგორ გვეხმარება თვითეფექტურობა თვითშეფასების ამაღლებაში. თვითეფექტურობის განცდა მოდის მაშინ, როცა მე ვისახავ მიზნებს და მე ვაღწევ ამ მიზნებს. ოღონდ ეს მიზანი უნდა იყოს ჩემი დასახვა. მე მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ვთქვათ, აი მშობლების პროფესიას გაყოლიან, არიან ასეთები, მაგალითად, ექიმების ოჯახები, რომლებიც მერენ აი ესეთი ძალიან დიდი ექიმების სახელები და გვარები, ვინც ჩვენ ვიცით, რომელთა შვილებიც ექიმები გამოსულან და გამოსულან ასე თუ ისე ექიმები, მაგრამ რომ შეხვალ მათთან, თქვათ ესე სიღრმეში, საუბარში, თერაპიული სესია იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფორმატის ინტერვიუირება, აღმოვაჩინეთ, რომ ისინი არ არიან ბედნიერები. ბედნიერება არ მოუტანა მათ აი ამ წარმატებამ, რომელიც წარმატებაც რეალურად მართლაც ხელშესახები და თვალხილულია. და ეს იმიტომ ხდება უმეტესად, რომ ის მიზანი, რომელიც მათ ჰქონდათ ცხოვრებაში, იყო არა მათი, არამედ მათი მშობლების. იყო არა ჩემი, არამედ დედაჩემის და მამაჩემის და ესეც არის ხო ძალიან ხშირად, რომ შვილი მშობლების ყოლს თუ გაყვება, მართლა ძალიან დიდი გამოწვევაა. ან უნდა იმაზე მაგარი იყოს, ვიდრე მშობელია, ან საერთოდ არ უნდა იყოს. ამიტომ არ გამოვიდა ჩემგან მომღერალი აქვე გაგიმხელთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუ რაღაცა მღეროდი, ასე თუ ისე და მამღერებდა, თქვათ დედა, მე ვერაფრით ვერ ვქენი ეს და ვერ მივეცი საკუთარ თავს ამის უფლება, რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშობელია, ხო და ძალიან ძვირფასია, მაინც ჩრდილის ქვეშ გიწევს მთელი ცხოვრება ყოფნა. ეს ჩრდილი კი ძალიან სასიამოვნოა დღეს და ეს ჩრდილი მთელი ცხოვრება მექნება ჩრდილად, როგორიც არის ჩემი მშობლები და ჩვენ ყველას განცდის დონეზე ხო ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საამაყოა მშობელი. თუ არ არის საამაყო, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ აი ამგვარი მიზნის დასახვა, რომ ცხოვრების მიზნადი აქციო, ასე ვთქვათ, გარე მიზანი არის ძალიან რთული. ამიტომ თვითეფექტურობა არის ის განცდა, რომელზედაც შენდება რეალურად ჩვენი თვითშეფასება და თვითეფექტურობა მოაქვს ჩემ პრიორიტეტებში გარკვევას და აი ამ ჩემი პრიორიტეტებიდან გამოკვეთას ჩემი მიზნების. ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს, ახლა მე მარტო პროფესიის არჩევა ვთქვი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, ნუ აი 40, 50, 60 ნებისმიერ ასაკში მე დავისახავ ისეთი მიზანი, რომელიც გარემოდან კი არ არის განპირობებული, ჩემი შვილს უნდა და იმიტომაც გავაკეთო კი არა, მე მინდა და სწორედ აი ამან მოიტანოს ძალიან დიდი განცდა დაკმაყოფილების. თვითეფექტურობა არის ბანდურას ტერმინი, ასე ვთქვათ, და განმარტავდა, რომ თვითეფექტურობა არა მხოლოდ იმაზე ახდენს გავლენას, თუ როგორ მოქმედებს ადამიანი, არამედ იმაზეც, თუ როგორ ფიქრობს, რას გრძნობს და რამდენად შეუძლია ხანგრძლივად მიზნის მიღწევაზე იყოს ორიენტირებული. შესაბამისად, ჩემი თუა ეს ჩემი თვითეფექტურობის და ამ მიზნის მიღწევას თუ მოაქვს თვითეფექტურობის განცდა, აი ეს ყველაფერი უკვე აშენებს ჩემს თავდაჯერებულობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაჯერება ეხლა თავის მხრივ რა არის? თავდაჯერება არ არის
რაღაცა უშიშარი ცხოვრება, რომ ყველაფერი გამომივა და ყველაფერს მივაღწევ. არა, მთავარი გასაღები, ასე ვთქვათ, არის, რომ ჩვენ გამოვცადოთ რაღაც ახალი, გავაკეთოთ რაღაც ახალი, მაშინაც კი, როცა ის ჩვენ გვაშინებს და ძალიან გვააღელვებს. და ახლა როგორ ვაკეთებთ ამას? პირველი, რასაც ყველა გვეუბნება ყოველთვის, ყველა ეხა ისევ TikTok-ები და რაღაცები რო ვსკროლოთ, იქაც გვეუბნებიან, რომ აი კომფორტი ზონა უნდა დატოვოთ, თუ გინდა რომ მაგარი იყო და თუ გინდა რომ თვით შეფასება აგიმაღლდეს და მოკლედ თუ გინდა რომ მიაღწიოთ წარმატებას. იმიტომ რომ ვიღაცები სახელები გვარებით ვიცით ხოლმე, ხან ეს ცნობილი ადამიანები არიან, ხან მეზობლები და ხან კლასელები და ხან ჯგუფელები, რომ ძალიან დიდი გაჭირვების შემდეგ მოკლედ ფენიქსივით, აი ესე დაფერფლილები აღდგნენ მკვდრეთით და გააგრძელეს ცხოვრება. რეალურად კომფორტის ზონის დატოვება სრულიად არ გულისხმობს ამას. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ცხოვრება, ხო? ჩვენი რელიგიით ყოველ შემთხვევაში და ჩვენი მსოფლმხედველობით ერთხელ ვიბადებით, ერთხელ ვკვდებით და ჩვენ ექსპერიმენტები საკუთარ თავზე, საკუთარ ბედზე არ უნდა ვატაროთ. კომფორტის ზონიდან გამოდი იმ ასე ვთქვათ, რეგისტრით და იმ ხარისხით, რასაც ახლა ჩვენ მეინსტრიმული მედია თუ სოციალური ქსელები წარმოგვიდგენს, ეს არის ყოველად დაუშვებელი და ეს არის საკუთარი თავის დათვური სამსახური ისა. ჩვენ ამგვარი გამოცდები არ უნდა მოვუწყოთ საკუთარ თავს, თუმცა კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ. და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? გონივრულად გვეუბნებიან და აი გონივრულად კომფორტის ზონიდან გამოსვლა რას ნიშნავს? აქ მიყვარს ძალიან ლევ ვიგოცკის აი სოციოკულტურული თეორიის გააზრება და რას ნიშნავს ეს? ლევ ვიგოცკი ბავშვებზე აკეთებდა, ანუ ესეთი განვითარების და ფსიქოლოგიაში, განათლების ფსიქოლოგიაში ჟან პიაჟე ყავდა დასავლეთს და ჩვენ, ანუ საბჭოთა კავშირს მაშინ ყავდა ლევ ვიგოცკი, მაგრამ ნუ იმდენად ეშინოდათ ამ ადამიანის, რომ მხოლოდ მერე გახდა მისი ნაშრომები ცნობილი ბევრი წლის შემდეგ, იმიტომ რომ მართლაც გენიოსი იყო აი ამ სფეროში, რომელმაც მოკლედ ესეთი რაღაცა წამოაყენა, ესეთი თეორია, რომ ბავშვებს ეხებოდა ეს და მეც ბავშვებზე ავხსნი და შემდეგ განვაზოგადოთ ჩვენზე თითოეულ ჩვენგანზე, ხო? ბავშვს აქვს და შესაბამისად ჩვენ ყველას გვაქვს აქტუალური განვითარების ზონა. აქტუალური განვითარების ზონა არის ის, რასაც მე აქ ახლა მარტივად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვაკეთებ. ეს არის ჩემი აქტუალური განვითარების ზონა. აქტუალური განვითარების ზონის შემდეგი შრე არის უკვე უახლოესი განვითარების ზონა, სადაც დახმარებით რაღაცების კეთება შემიძლია. აი ამ ორი ზონის გარეთ არის უკვე ეს ჩემთვის შეუძლებელია ამოცანა და ჩვენ როცა გვთავაზობენ რომ აი ხა კომფორტის ზონიდან გამოდი და მოიტეხე კისერი და წაიტეხე ცხვირი, როგორც წესი აი ამ შეუძლებელ ზონაში სვავენ ხოლმე რაღაცა ამოცანას და ძალიან რთულია იმას მივახციოთ. რეალურად ჩვენ რაც გვევალება ადამიანებს იმისთვის რომ განვითარდეთ, არის სწორედ რომ ზუსტად ვიცოდე აქტუალური განვითარების ზონაში ჩემი შესაძლებლობები რა არის და დავისახო მიზანი უახლოესი განვითარების ზონაში, რომ აი ამ მიზანმა ჩემი აქტუალური განვითარების ზონის არეალი გამიფართოოს. ხვდებით ხო რას გულისხმობ? მაგალითად, მე ჩემი აქტუალური, ანუ აი აქ ხა ცენტრში რომ წარმოვიდგინოთ რომ ვართ ჩვენ, ჩემი აი ეს უახლოესი განვითარების, კი არა და აქტუალური განვითარების ზონა, აი ეს არის რა, რომ მე ვიცი ამასობაში, რა ვიცით, 15 წლიანი გამოცდილების ფონზე, რომ მე შემიძლია ლექციების წაკითხვა და მე თუ შემომთავაზებს რომელიმე სხვა უნივერსიტეტი, რომ მოდი ახლა შენ წაიკითხე ლექცია რაღაცაზე, თქვა ზოგად ფსიქოლოგიაზე, რაღაც აუდიტორიის წინაშე, ეს ჩემთვის იქნება აქტუალური განვითარების ზონაში დასახული მიზანი. შევასრულებ, იმიტომ რომ მე ეს შემიძლია ვიცი და ეს შესრულება მე განვითარებას არ მომიტანს. ეს შესრულება ამ ამოცანის მე თვითეფექტურობის განცდას არ მომიტანს და მე თვით შეფასებასაც არ გამიზრდის. მაგრამ მე რო დამისახონ მიზანი, რომ შენ ეხა ეს მთელი შენი კურსი აიღე და ინგლისურად წაიკითხე სადღაც, ეს ჩემთვის იქნება აი ეს შემდეგი შრე, უახლოესი განვითარების ზონა და მე ვიწვალებ და მე ამას გავაკეთებ. გავაკეთებ რატო? იმიტომ რომ აქტუალურ განვითარების ზონაში, რასაც მე მაკეთებინებ, ჩემი უნარები, იმ უნარებს დავეყრდნობი და იმ უნარებზე დაყრდნობით რაღაცა ახალს გავაკეთებ და გავაფართოვებ ჩემ შესაძლებლობას. აი ამ არეალს გავიფართოვებ და უფრო მეტი თვითეფექტურობის განცდა მექნება და ჩემი თვითშეფასებაც უფრო მოვა, ხო? მე რო ეხლა მითხრა რომ გერმანულად გააკეთე ესო, ეს იქნება ჩემთვის აი შეუსრულებელი ამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 11 წელი ჩემ დროს 11 იყო მასწავლა სკოლაში. არაჩვეულებრივია ქალმა, რა ვიცი, გერმანული ერთი სიტყვა არ მახსოვს იქიდან. ნუ ეს ჩვენი ზოგადი განათლების პრობლემაა ალბათ და ცალკე სასაუბროა, მაგრამ მე ამას ვერაფრით ვერასდროს ვერ შევასრულებ. ვერ შევასრულებ იმ ვადაში ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება 5 წელიწადში მე რომ 0-დან დავიწყო გერმანული ამ მიზნისთვის, რა თქმა უნდა შევასრულებ, მაგრამ აქაც თავარი რა არის? გრძელვადიანი ძალიან მიზანი
მე თვითეფექტურობას არ მგვრის. მიზანი უნდა იყოს მოკლევადიანი. მე უნდა ამ მიზნის რაღაცა არეალს ბოლოში, გვირაბის ბოლოს ნათელ წერტილს ხედავდე, რომ მე ამ მიზნის შესრულება მომიტანოს თვითეფექტურობა. ხვდებით ხო? ამიტომ ნებისმიერ დროს, როცა კი ჩვენ ვამბობთ, რომ ეხლა მე რაღაც ახალი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ესე გავიყინე ერთ ადგილას და აღარ შემილია და ან ვიღაცა ჩემმა მეგობარმა რაღაცა გააკეთა და ეხლა მეც უნდა გავაკეთო, მე ყოველთვის უნდა დავფიქრდე, რომ ჩემი აქტუალური განვითარების ზონა რა არის, რა შემიძლია და ამ რა შემიძლიაზე პასუხის შემდეგ გავაკეთო ისეთი რაღაცა და ისეთი რაღაცები, რაც მე ამ რა შემიძლიას არეალს გამიფართოებს. ეს არის სწორედ კომფორტის ზონის დატოვება. კომფორტის ზონის დატოვება არის ის, რომ მე დამოუკიდებლად რაღაცას ვაკეთებ და მე მოდი ამ დამოუკიდებლად რაღაცას რო ვაკეთებ, იმაზე ცოტა მეტად გავიჭირვებ და დავტოვებ იმ კომფორტის ზონას, მაგრამ არასდროს არ ჩავიგდებ თავს ისეთ დღეში, რომ კაბალურ პირობებში ვამყოფო თავი. თუ გარემოება არ ჩამაგდო, რა თქმა უნდა, ხო? დაახლოებით იგივეს გვიხსნის ბევრი სხვა თეორიაც, მაგალითად, ეს ლუკნერისა და ნადლერის თეორიას გვახსენებს ჯული სმიტი, არის ესეთი ძალიან პოპულარული, თუ დაგაინტერესებთ, ესეთი პოპულარული ფსიქოლოგია თუ გაინტერესებთ, Instagram-ზეც და TikTok-ზეც არის ჯული სმიტი, დოქტორ ჯული სმით, ესე რომ მოძებნოთ, აუარება მასალა აქვს და ის სწორედ თავის წიგნში გვთავაზობს ამგვარ ახსნას, იგივე კონცეფტის, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს კომფორტის ზონა, ამ კომფორტის ზონაში რაღაცებს ვაკეთებ, განვითარების ზონა არის შემდეგი და არის უკვე პანიკის ზონა. ის, რომ სადღაც რაღაცა უშუალებელი მიზანი დავისახო, ეს არის უკვე პანიკის ზონა და პანიკის ზონამდე თავი არ უნდა მევიყვანოთ. ეს არც ჩემთვის შეფასებას წაადგება და არც არაფერს. და როგორ ვაშენებთ ახლა თვითეფექტურობას, რამდენიმე ასე ვთქვათ ოქროს წესია ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ოქროს წესია თვითშეფასებასთან დაკავშირებით და მე კიდე ერთ სავარჯიშოს გავაკეთებთ და ამით უფრო ასე ვთქვათ ნათლად დავინახავთ ჩვენი თვითშეფასების ასე ვთქვათ კონტურებს და რაზე გვაქვს სამუშაო, ხო? როცა ჩვენ ამოცანას წარმატებით ვასრულებთ, ჩვენ გვიჩნდება განცდა, შევძელი და კლავაც შევძლებ შესაბამისად. ამაში გვეხმარება რეალურად ეს თვითეფექტურობა და როგორ უნდა გამოვიმუშაოთ ეს რწმენა. უნდა დავყოთ დასახული მიზნები, ასეთ პატარ-პატარა ამოცანებად, რაც უფრო მარტივად შესასრულებელია, რაც უფრო მარტივად სამართავია, მით უფრო მოდის ეს თვითეფექტურობის განცდა. მარტივი ამოცანებით უნდა დავიწყოთ, დროთა განმავლობაში გავართულოთ, თავიდანვე რთულს არ უნდა შევეჭიდოთ, დაახლოებით ეს ის არის, ხო, თქვათ წონეს დაკლება რომ გვინდა და ორშაბათიდან რომ ვიწყებთ დიეტასაც, ვარჯიშსაც, ცალკე დიეტოლოგთან კონსულტაციასაც და მილიონ რაღაცას. მაშინ როცა შეგვიძლია რომ ერთი პატარა ნაბიჯით წავიწიოთ დღესვე და არ დაველოდოთ რაღაცა უსასრულ ორშაბათებს. ხო, და რაც თავარია და რაც ძალიან გვეხმარება და კარგი ტექნიკაა ძალიან და შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩაწერეთ მიღწევები, თუნდაც მცირედი პატარ-პატარა ყოველდღიური მიღწევები, რომ დღეს მე მაგალითად 15 წუთი დავჯექით და რაღაცა ხმოვან წიგნს მოვუსმინე, რომელიც ჩამოვტვირთე აპლიკაცია და კვირები გავიდა ისე რომ არ ჩამერთავს. ან Duolingo 10 წუთი მაინც ჩავრთე, იმიტომ რომ აქამდე ვერაფერი ვერ გავაკეთე. რაღაცა მცირედი პატარა მიღწევების შესახებ ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გადაკითხვა, ამის გვეხმარება დავინახოთ, რომ წარმატებით ვართმევთ რაღაცეებს თავს. ზოგჯერ არის ხოლმე რომ ისე ვეფლობით რუტინაში და ამ რუტინის კეთებისასაც რაღაცეებს წარმატებით ვაკეთებთ, მაგრამ იმდენად ყოველდღიურობას გვაქვს ტვინი გადართული, რომ მოვტრიალდები უცებ და რომ ამოვისუნთქავ და დავიწყებ ფიქრს იმაზე, რომ რას ვაკეთებ საბოლოო ჯამში, ვერაფერს ვერ ვიხსენებ, კარგი რა გავაკეთე. ხო, დღის ბოლოს ვკითხეო საკუთარ თავსო, აბა მე დღეს ვის რა ვარგეო, ცოტა საკუთარ თავზეც რომ გადმოვიტანოთ ხოლმე ეს რაღაცა ვექტორი და მე საკუთარ თავს რა გავუკეთე, კარგი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც ესეთი ფსიქოთერაპიული განცდის მომტანი, ხო, რომ ყოველ საღამოს დავჯდე და ვიფიქრო იმაზე, რომ მე რა გავუკეთე დღეს საკუთარ თავს. თუ გამოვკვეთე და მართლა აღმოვაჩინე რომ ვერაფერი ვერ დავწერე, ესეც უკვე პასუხია იმაზე რომ მე უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე და მე უნდა გამოვყო საკუთარი თავისთვის დრო. ასეთი განსაკუთრებით არის ხოლმე დედებს აქვთ წინა ლექციაზე კი ერთ-ერთმა დამსწრემ კითხვა, ხო, რომ ეს დანაშაულის განცდა, რომ საკუთარ თავს რო ვუთმობ დროს დანაშაულის განცდა მეუფლებაო, ეს დედებს უფრო ახასიათებთ, ხო, რომ რა დროს ეხა ჩემი თავია, როცა შვილებია, სამსახურია, პასუხისმგებლობაა, მაგრამ ესე ყოველ საღამოს რო დავჯდე და გავაკეთო პატარა სია მიღწევების. მიღწევა თუნდაც ისიც შეიძლება იყოს, რომ მიუხედავად ამ турბულენტური და ქაოსური საცობებისა, მე არ დავაგვიანე სამსახურში. ესეც შეიძლება აღვნიშნო დღის ბოლოს, ხო? ან რაღაცა ესეთი პატარ-პატარა წარმატებები, რაც გავაკეთე, იმიტომ რომ ამას მოაქვს სწორედ თვითეფექტურობა და ბოლოს თვითშეფასებაზე ზრუნვისთვის რა უნდა გავაკეთოთ?
აი სწორედ ძლიერი მხარეების გაცნობა და გამოკვეთა. რაში ვარ ძლიერი? რაღაცაში რო ძლიერი ხართ და რაღაცის ნიჭი რო გაქვთ, ორი აზრი არ არის. და ეს ნიჭი რადგან გვაქვს, ამ ნიჭის ასე ვთქვათ, კიდევ უფრო განვითარება არის ჩვენი ვალი, ხო? ერთი ბიბლიური ეს არის იგავარაკი, რომ ბატონი დაურიგებსო ტალანტებს, ესევე ქვია პრინციპში, ხო? თუმცა ამ ტალანტებად ოქროს რაღაცა მონეტები იგულისხმება მონებსო. და ეტყვისო, რომ წაიღეთო ეხლა და რაც გინდათ ისქენითო და ერთი რაღაცა წაიღებს და გადაცვლის და გადმოცვლის და რაღაცებს ბევრს მოიგებს, ასე ვთქვათ, ამ ტალანტს და ერთი მიწაში ჩაფლავს და დამალავს, თუ სწორად მახსოვს და მე მოკითხავს ეს ბატონი ამ მონებს, რომ რაკენითო და ძალიან გაუბრაზდება იმას, რომელმაც ჩაფლო მიწაში და არ გამოიყენა. სწორედ ესეა, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიჭები, ნიჭი მრავალმხრივი და აი ამ ნიჭის გამოყენება აუცილებელია და გვევალება და ნიჭი რო ყველას გვაქვს, ეს ხა არ არის სადაო, მთავარია რომ მივაგნოთ აი იმას, რაც ჩვენია, ხო? შესაბამისად, საკუთარი ძლიერი მხარეების გამოკვეთა არის ნომერ პირველი ამოცანა, როცა ჩვენ თვით შეფასებაზე ვლაპარაკობთ. არასდროს არ უნდა შევადაროთ თავის სხვას, ეს ხო გვახსოვს, ხო? პრინციპში ძალიან ისეთი ყვითელი თემაა უკვე, ხო? რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა შევედაროთ წარსულში და არა სხვებს და მართლა ესეა და მართლა მუშაობს. უნდა დავფიქრდე, იმიტომ რომ სხვას აუცილებლად ვიპოვით ჩვენზე უკეთეს და ბევრს. მაგრამ აი ის სხვა რო ერთი რო ვიპოვე და ვთქვათ რაღაცნაირად ვიწვალე და გავუსწორდი მას ჩემი შესაძლებლობებით და ჩემი მიღწევებით აუცილებლად ამოყოფს თავს სხვა მეორე უცხო, რომელთანაც ჯერ არა ვარ ახლოს მისული და აი ეს დაუკმაყოფილებლობის განცდა მუდმივად მექნება. მაგრამ თქვენ თუ ჩაუღრმავდებით, თქვენი 5 წლის წინანდელი თქვენი თავი როგორი იყო და დღევანდელი როგორი იყო, აი ამ სხვაობას დაინახავთ აუცილებლად და აი ეს სხვაობა ისევ და ისევ თვით შეფასებაზე დადებითად მოქმედებს. გვახსოვდეს, რომ შეცდომების ზრდის ნაწილია და მეტი არაფერი, ცვლილება ყოველ ჯერზე და ყოველთვის შეიძლება დადგეს, მხარდამჭერი ადამიანები უნდა ყვავდეს ირგვლივ. უნდა გავეშლათ ადამიანებს, რომლებიც არ გვიჭერენ მხარს, ტოქსიკურ ურთიერთობებზე ბევრს ლაპარაკობენ და ეხა ამაზე რა თქმა უნდა მე არ შევალ სიღრმეში, ტოქსიკურ მეგობრებზეც ბევრს ლაპარაკობენ, არიან მეგობრები, რომლებიც უბრალოდ ტოქსიკურად მოქმედებენ ჩვენზე. არასდროს არ აღიარებენ ჩვენს წარმატებას, ჩვენ მიღწევას, ან ჩემს რაღაცა სიხარულს არ იზიარებს ისე როგორც გამიხარდება, ხო და რა ვქნათ, უნდა ვიცოდეთ და უნდა ყოველთვის სწორება დავიჭიროთ ნაკლებად, ასე ვთქვათ, არამხარდამჭერ ადამიანებზე, იმიტომ რომ ეს მე მჭირდება როგორც ადამიანს, როგორც ემოციებით სავსე არსებას. მადლიერებაზე წინაზე ვილაპარაკეთ, ამაზე აღარ შევჩერდები და რა თქმა უნდა ფიზიკურად და ემოციურად საკუთარ თავზე ზრუნვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თვითშეფასებაზეც კი, როცა არის პრობლემა, ერთ-ერთი რჩევა არის, რომ ივარჯიშე, ფიზიკურად ივარჯიშე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვარჯიში არის სწორედ ის, რაზეც წინაზეც ვლაპარაკობდით, ხო, რომ ესე იგი მე ცოცხალი ვარ, მე ცოცხალი არსება ვარ, მე ფიზიკურად ვარჯიშობ, ჩემი სხეული მოძრაობს, ჩემი კინესტეტიკური, ასე ვთქვათ, აპარატი მე მეუბნება, რომ მე რაღაცა აი ამ სივრცეში გადავადგილდები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოძრაობა, სხეულის შეგრძნება, დამიწებაშიც მნიშვნელოვანია და სადღაც აი თვითშეფასებაშიც და ბოლოს ესეთი რჩევა არის ხოლმე და ძალიან მომეწონა, რომ საკუთარი თავის მწვრთნელი უნდა ვიყოთ და არა კრიტიკოსი, ხო? ჩასაფრებულები არ უნდა ვიყოთ საკუთარ შესაძლებლობებზე, არამედ აი მწვრთნელი რასაც აკეთებს, ხო? მწვრთნელი ხედავს პროგრესს, ხედავს პოტენციალს და აი ამ პოტენციალიდან გამომდინარე აძლევს რჩევებს განვითარებისთვის და ჩვენც საკუთარი თავის მწვრთნელები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ძვირფასი არავინ არ ყავს. რა თქმა უნდა, შვილები პირველია და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ შვილებსაც ვჭირდებით ჩვენ ფსიქოემოციურად ჯანმრთელები და სწორედ ამიტომ მოდით აი ესე რაღაცნაირად გავწვრთნათ საკუთარი თავი და არ ვაკრიტიკოთ. ეს იყო ის, რაც მინდოდა დღეს აი ამ თვითშეფასებასთან მიმართებაში მეთქვა და აი ბოლო და სავარჯიშო, რაც გვეხმარება ხოლმე აი ამ მწვრთნელის ხმა რომ გავიგოთ ჩვენში, არის რომ წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ხართ საკუთარი თავის მწვრთნელი და არა კრიტიკოსი და რას ეტყოდით საკუთარ თავს? ფრაზა, რომელსაც საკუთარ თავს როგორც მწვრთნელი ისე ვეტყოდი. აბა ამაზეც ვიფიქროთ ცოტა ხანი და შემდეგ გადავიდეთ კითხვებზე.